მოგესალმებით მეგობრებო, სატურნზე მინდა კიდევ დამატებით ჩაგიწეროთ ვიდეო, როგორ ვნიდება ნიშნებში, წინაზე მოვედით უკვე კირჩხიბამდე, კირჩხიბშიც ნაწილი ვისაუბრე, მაგრამ ცოტას დავამატებდი კიდევ, იმიტომ რომ მაშინ მიკროფონი დამჯდა და ბოლომდე ვერ დავასრულე. თუმცა ძირითადი რაც იყო, როგორ ავლენ სატურნი კირჩხიბში და მეოთხე სახლში თავს გარკვეულწილად ვისაუბრეთ, მაგრამ კიდე დამატებით შტრიხებს შემოვიტან, თუ რამე ვერ მოვასწარე მაშინ. და ნუ ბევრი ვიდეო მაქვს ჩაწერილი როგორ ვნიდება სატურნი ნიშნებში ზოგადად ხო და მარტო სატურნი არა ვართ ჩვენ ძალიან ბევრი კომბინაცია ვართ ზოგჯერ წერენ ხოლმე ან ზოგჯერ ამბობენ რომ არა მე ესე არა ვარ მე ისე ვარ და იქ პირად რუკაში უკვე სხვა რაღაცები ხდება და აკომპენსირებს ხო ხშირად არის ახლა პირადი გამოცდილებით გეუბნებით რუკიდან გამომდინარე რომ ჩვენ საერთოდ კონტაქტი ხშირად არც გვაქვს ბოლომდე ვიცოდეთ რა როგორები ვართ იცით როგორ რაღაცას გავს ასტროლოგიური თვით რეფლექსია, მოდით ესე ვთქვათ, ასტროლოგიად რომ მუშაობთ საკუთარ თავზე, რომ ვიწყებთ ასტროლოგიას, ასტროლოგიის სწავლას, ასტროლოგიის გამოყენებას ჩვენ თვით რეფლექსიასთვის, მაგალითად. ეს გას ფსიქოთერაპიაში რომ წავედით პირველი 2 სეანსი და რო გგონია რომ რაღაცა არ არის მუშავა ფსიქოლოგიამ, მე ვერ დამეხმარა და ამ დროს 1-2 სეანსი, ნუ ფაქტობრივად ჩათვალეთ რა ფერი არ არის, ხო? ზოგადად ისე თვით განვითარებისთვის და გაცილებით რთული არის ადამიანი. გაცილებით ღრმა ქვეცნობიერი ფსიქოლოგიური სტრუქტურები აქვს, ვიდრე ვთქვათ, 1-2 სეანსში შეგვიძლია ეს ყველაფერი დავინახოთ, ხო? ძალიან დიდი რთული გზა არის. იგივე არის ხოლმე ასტროლოგიაშიც, როცა ამბობენ, რომ არა ეს ესე არ არის, ან უი ზუსტად ესე ვარ და სიამდილეში რო ჩაუღრმავდნენ ცოტა სხვანაირად დაინახავენ, ხო, რაღაცებს იქ სხვა რაღაცები ამოტივტივდება, იმიტომ რომ ესე ძალიან დიდ ინფორმირებულობას მოითხოვს და არა მარტო ცოდნის კუთხით, რომ ხა ასტროლოგია მე კარგად ვიცოდე, ასე უნდა ვიცოდე კარგად ჩემი თავი. ანუ აქ უნდა ემოციური ინტელექტი მქონდეს განვითარებული, აქ ხელთან კონტაქტი უნდა მქონდეს განვითარებული, ჩემს მესთან უნდა მქონდეს კონტაქტი ძალიან განვითარებული, ხო? უნდა ვიცნობდე ჩემს თავს, მაგალითად, ხო? ეს ჩემი თავი უშუალოდ ასტროლოგიაში რო გითხრათ, ვერძის და პირველი სახლის თემები არის. აი, უშუალოდ მარტონი რო ვართ აქ ჩვენ თავთან, მეტი არავინ რო არ არის. რაც უფრო ეს ნიშნები გვაქვს განვითარებული, მით უფრო პოზიტიურად, მით უფრო კარგი კონტაქტი გვაქვს ჩვენ თავთან, მით უფრო ვიცით ვინ ვართ, როგორები ვართ და ასე შემდეგ, ან პოტენციალი გვაქვს უფრო კარგად დავინახოთ, ხო, იდეას ყვებით, ხო? ამიტომ პროფესიონალური ასტროლოგიით და პროფესიონალური ფსიქოლოგიით ცოტა ისე ღრმად რო შევხედოთ, ესე მარტივად არ არის ხოლმე როგორც ჩვენ გონია. ანუ მე ახლა როდესაც სატურნზე გელაპარაკებით, ერთი ძლიერი შტრიხი, სატურნი ძალიან ძლიერი ენერგია არის ჩვენთან. ძლიერი შტრიხის აღქმადობაში შემიძლია დაგეხმაროთ, მაგრამ ეს არ ვართ ჩვენ სატურნი, ხომ? არც იმ სატურნის სახლი, გაცილებით დიდი ვართ, გაცილებით ღრმა ენერგია არის ჩვენში და გაცილებით მრავალფეროვნება არის, ხო? თუნდაც პირადი რუკა ამას ძალიან სიღრმისეულადაც აჩვენებს. ამიტომ ეს არის ერთი ფრაგმენტი, ერთი მე, რომელიც თუ ჩავიხედებით და კიდევ დიდ ფაზლში დავამატებთ ერთ-ერთ პატარა ფაზს, რომ დიდი სურათისთვის შევკრათ მთელი ისტორია. ეს ოკეი არის, მაგრამ ეს არ არის სატურნი ხართ თქვენ, ხო? თლიანობაში, ხო? ეს ესე არ მუშაობს. გაცილებით დიდი გაცნობიერება არის საჭირო, ჯერ ასტროლოგიურად რო გავაცნობიეროთ, ასტროლოგიაში რო გავიკოთ რა ხდება და მერე ეს ასტროლოგია შინი შემოვყვანოთ ჩვენში და ჩვენს გარჩევაში დავიხმაროთ, ხო, ფსიქოლოგიურ გარჩევაში ამას გრძნობა, შეგრძნებები ჭირდება, ამას ცოდნა სჭირდება, გარკვეული ფსიქოლოგიის, საკუთარი თავის და მოკლედ ძალიან რთული თემაა. მაგრამ ვინც ახლა ეს ზედაპირულად აინტერესებს უბრალოდ რუკიდან გამომდინარე, ვისაც უფრო ცოტა სიღრმისეულად აინტერესებს, ვისაც სწავლობს ასტროლოგიას მაგალითად, ეს ვიდეოები მოგონი გეხმარებათ წინ წახვიდეთ, ხო, აი ამ ცოდნაში, იმიტომ რომ მე ხლა როდესაც სატურნზე ვლაპარაკობ, თუნდაც ხო 1-8 წლიანი თერაპიული გამოცდილებიდანაც გელაპარაკებით, არა მარტო წავიკითხე და გავიგე, ხო? არა მარტო ჩემი თერაპიებიდან, არამედ ძალიან ბევრი ადამიანის დაკვირვებით და შესწავლით პრაქტიკულ ცოდნას გეუბნებით, ხო? ახლა ვისაც უფრო სიღრმისეულად აინტერესებს ასტროლოგია და საერთოდ უფრო ფსიქოთერაპიული კუთხით სწავლა უნდა ასტროლოგიის, მარტის ბოლოს დაახლოებით მექნება შემდეგი კურსი, ეხლა დავამთავრეთ, ძალიან საინტერესო კურსი გქონდა. და ორთვიანი კურსი მაქვს ხოლმე ასტროფსიქოლოგიის, სადაც უფრო ფსიქოთერაპიულად გავდივართ პირად რუკებს ყველა თითქმის მონაწილესთან, ვისაც აქვს ხოლმე ამისი სურვილი და პრაქტიკაში ვასწავლე უკვე ასტროლოგიას, ხო, თეორია, პრაქტიკა ერთად შემოდის ხოლმე და ეს არის ზუსტად ჩემი მიზანი, რომ არა
უბრალოდ ინფორმაციით დავბომბოთ ერთმანეთი, მაგალითად, არამედ ვიცხოვროთ ის ინფორმაცია, ხო, ფსიქოლოგიურად გავიაროთ ეს ყველაფერი. ან ნიმუში მაინც მაგალითი ვაჩვენოთ, ხო, როგორ გავდივართ ამას. აი ეს არის ხოლმე ჩემი მიზანი, იმიტომ რომ მეც სანამ აქამდე არ მივედი, იქამდე ის შიდა დიალოგი არ ჩერდებოდა, ხო, ასტროლოგიური, ან თავში როცა ვართ, ინფორმაციაში როცა ვართ და ეს ინფორმაციას ხელში არ აქვს შეტანილი განცდების დონეზე, არ გვაქვს ნაცხოვრები, ხო, ამას როცა ვლაპარაკობ. როდესაც სატურნზე საუბრობ მაგალითად კირჩხიბის ზოდიაქოში, ხო? ეს პრინციპი ცოტა ხასიათი სხვადასხვა არის, ხო? კირჩხიბი არის ემოციური, მგრძნობიარე, წყენიანი, რვილი, ძალიან ღრმად ისმის მაგალითად სხვების ემოციების და საკუთარი ემოციებიც ძალიან მკვეთრად არის გამოხატული. სატურნის ფუნქცია თვითონ არის საერთოდ სხვა. გავყინო, სტრუქტურაში ჩავაჯინო, ფორმა მივცე, ცივად, მოდი ესე ვთქვათ და თან მჭიდროთ, ანუ სატურნი არ არის გაფართოება, ეს არის მცირე რესურსებით მივაღწიო მაქსიმუმს, ხო? აი ეს არის სატურნის თვითონ ენერგეტიკული ველი. და კირჩხიბში ეს ვლინდება როგორ მე რომ სწორი ფორმა მივცე კირჩხიბულ ენერგიას, ეს არის ოჯახური ვალდებულებები, ეს არის ემოციური ვალდებულებები სხვებთან, მაგალითად ზრუნვის ვალდებულება. აი აქ უნდა ვიყო საკმაოდ ჩაკეტილი ემოციურად, საკმაოდ პასუხისგებლიანი და სერიოზული. და ცოტა ენერგია უნდა დავხარჯო, რომ ის სტრუქტურა შევქმნა, ხო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. და ეს უკავშირდება ხშირად ჩაკეტვას ემოციების, ხშირად უკავშირდება საკუთარ ნაჭუჭშიც ჩაკეტვას, საკუთარ ემოციური ნაჭუჭში ჩაკეტვას. არის ხშირად იმის განცდა, რომ ზრუნვა შეიძლება აკლდათ მათ, ან თვითონ ზრუნავდნენ ყველაზე, მაგალითად ეს არის მზრუნველი, ან პასუხისგებლიანი მზრუნველი, ხო? აი დედა, რომელიც მარტო მუშაობდა, სიტყვაზე გეუბნებით, აი რო აგეხსნათ არქეტიპულად, ხო, ეს როგორ ვლინდება. მუშაობდა ბევრს, შრომობდა იმისთვის, რომ შვილებს არაფერი არ მოკლებოდათ. ან ოჯახს არაფერი არ მოკლებოდათ. ან დედას ბოლომდე მოუარა, მშობლებს ბოლომდე მოუარა მაგალითად. აი ესეთი არქეტიპული ენერგია შემოდის მკაცრი, ცივი, პასუხისგებლიანი დედა. ესე რა თქვა, ხო? იმიტომ რომ სატურნის მამაკაცის ენერგია უფრო, მამის ენერგია არის პასუხისგებლობის გზნობა და აქ უფრო შემოდის ქალური არქეტიპი. ხო, კირჩხიბი. კაცებში ეს ვლინდება ხშირად შინაგანი ჩაკეტილობა, ემოციური ჩაკეტილობა, მაგრამ ზე პასუხისგებლობა ოჯახის წინაშე. როგორც ზრუნვაზე იცით, რომ აი მე ვალდებული ვარ, არაფერი არ მოვაკლო ჩემს ოჯახს. მაგრამ სინამდვილეში აქ შიშები შემოდის მარტო ყოფნის არაცნობიერ დონეზე, ოღონდ სატურნი არაცნობიერში მუშაობს ძალიან კარგად, შიშები მარტო ყოფნის, შიშები მიტოვებულობის, შეგრძნების, შიშები ემოციური მოწყვლადობის, ვინმემ არ გაარღვიოს ჩემი ემოციური სტრუქტურები, ჩემი დაუცველობა, ხო? შინაგან ქვეცნობიერ დონეზე სატურნი ყოველთვის უკავშირდება შიშებს, ღრმა შიშებს, ადრეც წინა ვიდეოებშიც მაქვს ნათქვამი სატურნის სტრუქტურაზე და ამიტომ ამ შიშების გამო, რომ მარტო არ დავრჩე, ურესურსოდ არ დავრჩე, იმიტომ რომ ეს ასევე რესურსებთან არის დაკავშირებული, როგორ რესურსებთან იცით, რომ აი კეთილდღეობა იყოს ოჯახში, მაგალითად, შევქმნა სახლი, შევქმნა ჩემი საცხოვრებელი ხშირად ამ სატურნის მქონე ადამიანები, ეს ზოგჯერ სხვაშორის კაცებში შემჩნევი ამ სატურნით, ან პრაგმატულად შექმნილი ოჯახი მაგალითად, ან ძალიან ბევრს შრომობენ, რომ სახლი ქონდეთ კარგად იცხოვრონ, ხო? ოღონდ აი თუ იუპიტერ კირჩხიბს ეძლევა ეს ოჯახისგან ხშირად, მაგალითად, ხო, რომ აი დედა მისცა სახლი, მამა მისცა, ან რაღაც კეთილდღეობა იყო ოჯახში, სატურნის შემთხვევაში თვითონ უწევს ამ ყველაფრის გამომუშავება. მაგალითად, ან თუ არის ოჯახისგან ეს მოცემული, ეს არის უფრო ვალდებულების განცდა, რომ აი მე ხო ამდენი გამიკეთეს და როგორ არ უნდა მივხედო, ხო? როცა იუპიტერის შემთხვევაში ეგრე არ მუშაობს და იქ მუშაობს უფრო, რომ აბა რა უნდა ეკნათ. მე ვიმსახურებდი. სატურნის შემთხვევაში მუშაობს, რომ ეს რაღაცნაირად მავალდებულებს რაღაცეებს, ხო? ბევრის მოთმენა, შეკუმშვა ემოციის ამავე დროს, შესაბამისად ამტანობა, ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ წინა პლანზე უფრო პასუხისგებლობები მოდის და არა გრძნობები და ემოციები. აი ეს რომ დაუკვირდეთ. მეოთხე სახლში ცოტა სხვანაირად მუშაობს, მაგრამ მაინც არის ეს სიცივე, მარტოობის შეგრძნება ოჯახში. ეხლა ტელეფონი მიჭდება ვერ მოვასწარე, ეხლა ეს პრობლემა მაქვს და მაგიტომ დღეს ცოტა ნაკლებს ვისაუბრებ და მე სხვა დროს კიდე გავაგრძელებ სატურნის შემდეგ თემებზე. და არის მარტოობა,
არის სიცივე ბავშვობაში, პასუხისმგებლობის გრძნობები, მაღალი, მაგალითად, ან აიცით როგორ რაღაცა არის, რომ აი სადღაც ანა ზოგჯერ ვამბობთ ან ასაკოვანი მშობლები შეიძლება ჩვენ ვართ მაგალითად აი ბავშვი დავიბადე ამ ოჯახში აი უკვე ზრდასრული და უკვე დიდი და უკვე სერიოზული მაგალითად ხო და განცდა მაქვს რომ ჩემ მშობლებზე უფრო მე ვარ ან პირიქით შეიძლება იყოს გვიან შვილსაც ვამბობთ ხოლმე ზოგჯერ უფრო ცოტა ასაკის ბავშვის სიტყვაზე ან ასაკის მშობლები ზოგჯერ. ეხლა მე ძალიან ისეთ მარტივ ფორმულებს გეუბნებით, სიმბოლურ ფორმულებს, ოღონდ შეიძლება ეს ფიზიკურად არ ვლინდებოდეს და ემოციური აღქმადობა იყოს. თვარი სატურნმა სხვათა შორის გავს იცის ხოლმე, როცა ასპექტირებული არის. და ყველაზე მთავარი მეოთხე სახლი არის ჩემი შინაგანი მე როგორი ვარ. როგორ ვავლენ თავს, ხო? და ცოტა სიცივე მოდის, სატურნს სიცივე უყვარს, ცოტა პრაგმატულობა, სიმყარე შინაგანი, ესე ადვილად არ იხსნებიან სატურნი მეოთხე სახლელები. აი წარმოიდგინეთ, რომ არის შინაგანი სამყარო, მეოთხე სახლი, ყოველთვის შინაგანი სამყარო არის და პირადი სივრცე, ძალიან პირადი სივრცე და აი აქ სატურნი დგას, არ უშვებს სხვებს. საკუთარ ნაჭუჭში არის. სატურნი კითხებით ზოგჯერ მასე არის დიცურეთში, მაგრამ მეოთხე სახლი არის აი უშუალოდ ჩემს პირად შინაგან სამყაროში. ახლოს არავის არ უშვებ. აი ეგეთი ოღონდ თვითონაც ვერ ხვდებიან ამას. ხო შინაგანი ჩაკეტილობა, ოღონდ ვერ ხვდები რომ ჩაკეტილი ვარ. მე მგონია რომ ეს ან ოკეია. და სადღაც ბავშვობაში იყო ეს გამოცდილება, რომ იყო შინაგანად მარტო და მის ემოციებს არავინ არ ეხებოდა. ოღონდ ვერ ხვდებოდა მაგას, რომ შეიძლება და სხვანაირად ყოფილიყო. ეხლა ეს ცოტა ესე პედაგოგიკური კუთხითაც გეუბნებით, ვინ სწავლობს მაგალითად ასტროლოგიას, რომ ამას მიაქციოთ ყურადღება, როცა სატურნზე არის აქ საუბარი, ასტროფსიქოლოგიურად თუ შევხედავთ, ხო? და პრაქტიკულ ასტროლოგიაში ეს ზოგჯერ მინდება, რომ აი ყველაფერს აკეთებს, რომ თავის სახლი მაინც აქვს, პატრონობს მშობლებს, ოჯახის წევრებს და ეს არის საყრდენი ოჯახისთვის. ოღონდ რის ფასად ეს მე უკვე ფსიქოლოგიაში გადავდივართ, ხო? ეს თემა რო აგიხსნათ. სატურნი ლომში ეს საკმაოდ ესეთი ცოტა თან რთული და თან ესეთი სერიოზული კომბინაციაც არის. მას აქვს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური შტრახები ადამიანს გაჩნია როგორ იყენებს. ლომი არის ჩვენთან შვილები, ეს არის თვითგამოხატვა, შემოქმედებითი უნარები, ხელმძღვანელობა, სხვათა შორის უფროსობა, ეს ყველაფერი ლომი არის, ხო? სატურნი აქ იძლევა კარგ სტრუქტურას, ძალიან კარგად შეუძლიათ დაგეგმონ, გუნდი შეკრან, მაგალითად, კარგი მენეჯერები გახდნენ, პასუხისმგებლიანი, მყარი მენეჯერი და ამავე დროს შეუძლიათ ძალიან მკაცრად, მყარად დაიცვან საკუთარი ეგო, საკუთარი მაგალითად მიღწეული წარმატებები და ხშირად, ახლა ცოტა ისე გეტყვით, მაგრამ აი ჩემ დაკვირვებით, ხშირად ვლინდება ხოლმე სატურნი ლომში ხალხი სცენაზე რდგანან. ან მომღერლები არიან, ან რაღაც სპიჩერები არიან მაგალითად სცენაზე დგანან, ხო? თეატრალური ენერგია არის ლომი, ოღონდ სატურნი აქ სტრუქტურას ქმნის, უფრო კაცები სახასიათებს სატურნის პროფესიულად გამოყენება, ხო? სადღაც მაგალითად ფრედი მერკური იყო სატურნი ლომი. და ნეგატიურად შეიძლება ეს ზედმეტი ეგო გამოვლინდეს, ზოგი შემხედრია მე, როცა ნეგატიურად ასპექტირებული ქონიათ სატურნი ძალიან მოდი ესე ვთქვა, ზოგჯერ ამ პარტავნებასაც ვიძახით, ყველას რო ზევიდან უყურებენ. ცოტა გადიდების მანიაც იცის სატურნმა, ან სიამაყე იცის, ხო, რომ მე სადღაც ვარ ძალიან მნიშვნელოვანი. სინამდვილეში ქვეცნობიერ დონეზე იმალება აქვს ძლიერი შიში, არ ვიყო საკმარისად კარგი და რა სიტყვიან ჩემზე. ხალხში აი არაცნობიერში ვეძახით გაბანძების შიშს მაგალითად, ხო, შერცხვენის შიშს, ახლა ეს კარი რო არ გავუყო, აქ აიკლებს ამბავ. აღარ შემიძლია კატერის ყელში. ხო და ზოგჯერ არის ზუსტად სატურნი ლომში, როდესაც მე მცხვენია ძალიან არ ჩამოვარდე მაგალითად რაღაც სტატუსიდან, არ შემეშალოს რაღაცეები, ჩემი ეგო არ შეირყას, ცოტა გავს სატურნი მზის შეერთების თემას ან ასპექტს მაგალითად, იმიტომ რომ ლომი არის ეგო, მაინც თვით შეფასება და აი ამის რღვევის შიში აქვს ძალიან არაცნობიერად, თქო სატურნი არის როგორი შიშები იცით, აი კბილებით რო ვიჭერთ, რომ იმ ზონაში რაღაცა არ წაგვიცდეს, იმიტომ რომ აქ პირდაპირ მიდის, რომ ეს მე სოციალურად ან ზოგადად ჩემ თავს პატივს ვცემ აი ამ უნარების გამო.
რომ აი შემიძლია აქ დავიჭირო და მივაღწიო და ამას თუ არ ვაღწევ, ესე იგი მე აღარ ვცემ ჩემ თავს პატივს და ეს უდრის უკვე სოციალურ და ენერგეტიკულ დონეზეც კი სიკვდილს, ხო, შინაგანად. ამ შიშებზე გავდივართ სატურნზე. ამიტომ არის რომ აქ რამე შემეშალოს, მე გარკვეულწილად უკვე რეალურად მთლიანად გავნადგურდები, ჩემი ეგო დაიშლება. აი ეგოს დაშლის შიში არის აქ რომ რაღაც არ შემეშალოს და ამიტომ ძალიან მკაცრები არიან ხოლმე, ან მკაცრი უფროსი, ან მკაცრად იცავს ეგოს, ეს არის დაუმუშავებელ ადამიანს ვეძახით, როცა ვერ იჭერს სატურნის ენერგიას პოზიტიურად, ხო? ანუ ზედმეტად მეტი შიშები შემოდის აქ მაგალითად და აქ უკვე სატურნის ნეგატივში გადადივართ, ხო? და სიამოვნებაში ეს უნდა იყოს სიმსუბუქე, მსუბუქი, შემოქმედებითი, გამოხატვა თავის, მეტი იუმორი, ლომს რაც ახასიათებს, მეტი ბავშვური მე რა, ეხლა სიმკაცრით კი არ ვიყო აი ამ ჩაბღაუჭებული ამ თვით შეფასებაზე. ხო, აი ბავშვურად, აი გაიცინოს რაღაცა თუ არ გამოუვა მაგალითად, ეს უკვე სატურნის დამუშავებას რო ეძახით, ხო? თუ ეხლა სატურნი კირჩხიბი უნდა უფრო ემოციური გახდეს, გრძნობიარე გახდეს, აი ამ ვალდებულებებშიც აი შვილებთან თუნდაც რუტინაში არიან და სიცივეში ძალიან კარგად შეიძლება გამოვლინოს უფრო აი ფსიქოლოგიური მოწყვლადობა. აი მე დავიყალე ბავშვობა და შეიძლება მე ამდენი აღარ შემიძლია სიტყვაზე გეუბნებით, ხო, ეს როცა სატურნის დამუშავებაზე ლაპარაკობთ და სატურნის ლომის შემთხვევაში შეიძლება იყოს რომ რაღაც წარუმატებლობის დროს გავიცინო რა მოხდა მე, ოღონდ აი სატურნის ზონაში ცეთ თერაპიულადაც რო გავდიოდი, თუნდაც ჩემ სატურნს ან სხვაებიც რო გადიოდნენ, იმდენ წარმოდგენლად მიგვაჩნია. ეს არის აი როგორი ჩარჩო, იცი რომ ამის დარღვევა არ შეიძლება. ეს არის კანონი, ესე უყურებთ ხოლმე სატურნს და შეიძლება და ასე კი მაგას გვასწავლის ზუსტად სატურნის ასაკი ეგ არის რომ ნენელა ხვდებით რომ ზუსტად ეგ არის დასამუშავებელი რომ ზედმეტად შიშებში არ უნდა ჩავებღაუჭოთ, ხო, უფრო მსუბუქად გავაკეთოთ ის ყველაფერი, რისიც გჯერა, ხო, ან რისიც რაც გვინდა. ხშირად არის სატურნის ლომის შემთხვევაში ან კარგავენ ძალაუფლებას, ან თანამდებობას კარგავენ, მეხუთე სახლსაც ახასიათებს ეს და ჩამოვარდნა ხდება რაღაცნაირად, რომ აქ შემოწმება ხდება, ხო არ დავაშავე რაღაც იქნება და არასწორად ანუ ზედმეტად სიმკაცრეს თუ ავლენენ უფროსობაში, იქ უკვე სატურნი მუშაობს და ჩამოაგდებს ხოლმე დაბლა, მზე სატურნის შემთხვევაშიც როცა უიღბლობაზე და ცოტა კრიზისებზე ლაპარაკობთ, აქ ცოტა ეგ არის, რომ ეგოს დაბალანსება ხდება აქ, ხო, თვით შეფასების კრიზისი თორეზე ჯანსაღ თვით შეფასებაზე აქ არა შიშები არის, რომ მე სადღაც არა ვარ კარგი, მე სადღაც მეშინია ვიყო მხიარული, იმიტომ რომ რამე ცუდი არ მოხდეს და ყველაფერი მიდის იქამდე ჭყალებში არ გაუბანძდე, ხო? სირცხვილის შიში, ზოგადად ყველა ზონაში სირცხვილის შიშია სატურნი, მაგრამ ლომში პირდაპირ ეგოსთან არის კავშირში, პირდაპირ აი მე არ დაიშალოს. აი ეგ თემა შემოდის ხოლმე აქ, ხო? ხშირად ახლა მეხუთე სახლშიც არის სატურნი, მეხუთე სახლში უკვე პირდაპირ შვილებთან მაღალი პასუხისგებლობა არის, მაგრამ ზოგადად სატურნი ლომშიც და სატურნი მეხუთე სახლშიც პოტენციურად გააჩნია პირად რუკას, მაინც ყველა ვარიანტში, მაგრამ პოტენციურად ეს არის ან ცოტა შვილები, რამდენი ერთი, ხო? ან ორი ისიც აი ქალისთვის ცოტა რთული მშობიარობა შეიძლება იყოს, მეხუთე სახლში სატურნიც, მაგრამ ეს პოტენციალში თორე იქ შეიძლება მთარი არაჩვეულებრივ ასპექტებში იყოს, მეხუთე სახლის მართველი ფანტასტიკურად იყოს და საერთოდ არ გამოვლინდეს ეგრე, ხო? ზოგადად თუ ყველაფერი ისეა და კიდე ეს სატურნი არის, უკვე ართულებს ცოტა სიტუაციას, მაგრამ მაინც დაბლოკვა შინაგანი შიშები გადამეტებული პასუხისგებლობის გამო. შვილებს აღიქვამენ განსაკუთრებით სატურნი მეხუთე სახლელი, მე რასაც ვერ ვაკეთებდი, მე რაც მეოცნებებო და შვილში ვდებ ამ ენერგიას, ხო? იმ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ იმან მიაღწიოს იმას, რასაც მე ვერ ვაღწევდი, ხო? აი ეს შინაგანი, აი გადატანა არის რაღაცა საკუთარი შინაგანი ბავშვის შვილზე. ოღონდ მეხუთე სახლი არის შეყვარებულობის პერიოდი, ან აი ემოციურად რა უნდა გავიშალოთ, რაღაცა შემეყვარდა და რაღაც სისულელებს ვაკეთებ, სატურნიანელი მათ სისულელებს ვერ გააკეთებს. თუ გააკეთებს სისულელებს თავის კომპლექსების გამო, ოღონდ ისე სისულელებს გააკეთებს, რომ გააფუჭებს ყველაფერს, პოტენციალში ყვები არა აუცილებლად, ხო? აი აქ არის როგორი რაღაც იცით, არ ცოდნა გარკვეულწილად სილაღის, სატურნი ლომშიც ეს არის. სილაღის არ ცოდნა, სიმსუბუქის არ ცოდნა, რომანტიზმში ზედმეტი ფიქრები, ხო, რომ არა ეს არ შემესაბამება, ეს იქნება, რომ ის ურთიერთობა, რომელიც მე მინდა და მოდი ესე ხო არ გავაკეთო, აი
ძალიან ბევრი სატურნული ისენი რაღაცნაირად სატურნული კომპლექსები, რომელიც აფუჭებს პირად ურთიერთობას და ძალიან ხშირად არის სატურნი მეხუთე სახლში, რომ აი ქორწინებაში უფრო კარგები არიან ვიდრე შეყვარებულობაში. ხოლმე იმდენად ძიმეთ ავლენენ ხოლმე თავს, ან დიდი პასუხისგებლობით, ან ცეთ როგორ არის, რომ კი გამოვავლენ რომანტიზმს, თუ ეს მჭირდება, თუ არ მჭირდება ენერგია აქრეთ უნდა დავხარჯე, ხო, სატურნი ხო ეს ენერგიის ნაკლებობაა ზოგადად იმ სფეროში და ვცდილობთ მინიმალური ქმედებით მაქსიმალური შედეგის დადებას, ესე რომ ვთქვათ, ენერგია არა გვაქვს, ხო? და მეხუთე სახლი ეს არის გართობა, დროს ტარება, დასვენება და აი თითქოს ადამიანს აქვს პრობლემა იპოვოს საკუთარ თავში, აი სილაღე ბავშვური, ამიტომ არის ბავშვებთანაც აი ესე არის სტრუქტურულად ძალიან ხშირად სატურნი მეხუთე სახლი მუშაობს ბავშვებთან, ან სხვადასხვა პრობლემების მქონე ბავშვებთან, ან ქცევის პრობლემების მქონე ბავშვებთან, ცოტა მძიმე кейსებთან, ისე კი არა საბავშვო ბაღის პედაგოგი, მაგალითად, ხო? ან თუ საბავშვო ბაღის პედაგოგი არის, ძირითადად აი ყველაზე ისეთ რთულ ბავშვებთან ექნება, მაგალითად, გამოძახილი და არა თამაში ვისაც უნდა მხოლოდ, ხო? და ამ თამაშიც ხედავს ეგრევე სტრუქტურას, რომ აი ამ თამაშმა უნდა ქცევა შეუცვალოს ბავშვს, ისე რატომ დავითამაშო? ხო ხტებით, ახლა ვენერა როცა არის ან ლომში, ან მეხუთე სახლში, ის უბრალოდ ითამაშოს ბავშვთან, ახლა მე ვენერა ვყავს ლომში და ისე და ეს სირთულეები ჩემი არ არის, უნდა ვითამაშოთ უბრალოდ, ხო, გავერთოთ. და აი როცა ვეჯახები ხოლმე სატურნიანელებს, ეხლა მეც მქონდა გამოცდილება საბავშვო ბაღში მაგალითად მუშაობას არ დავარქმევ ამას, უფრო პრაქტიკა, მაგრამ იქ ძირითადად აი ვინც უკვე სერიოზულად უდგებოდნენ, ან სატურნი ლომი იყვნენ, ან სატურნი მზე იყო, ან სატურნი მეხუთე სახლი იყო და ძალიან კარგად მუშაობდნენ სტრუქტურულად ოღონდ და მე უფრო თამაში მაინტერესებდა გართობა, დაჭირობა და აი უბრალოდ ენერგიას ხარჯავდა ვერ სიცინი. სატურნისტის მეხუთე სახლისთვის ან ლომისთვის ეს ბევრი სიცილი უნდა იყოს სტრუქტურული, ანუ უნდა იყოს საჭირო, ისე რატომ უნდა ვიცინო. ამას მიაქციათ ყურადღება თუ ვინმე სყავს. ეს ასპექტი ჩაიხედეთ საკუთარ თავში, არის თუ არა უფრო ესე. და იმუშავეთ იმაზე, რომ ეს თვით გამოხატვა, ეს ბავშვური გულწრფელობა, ეხა იქ ბავშვობა შეიძლება იქ ვერჩი იყოს პლანეტები, შეიძლება იქ სხვა კომბინაციები იყოს და იყოს თითქოს ეს ბავშვობა, მაგრამ მე ჩარჩოს გეუბნებით სიმყარეში ნაგანი. ეხა დღეს ვიცინე და ისე არა, აი ცხოვრების განმავლობაში უყურებ თუ არა ლაღა ცხოვრებას, ვიცი თუ არა ნამდვილად დასვენება, ვიცი მაგ თუ არა შინაგანი რომანტიზმი. შემიძლია თუ არა აი უბრალოდ უტვინოთ შტერულად ვიღაცაზე ვიყო შეყვარებული და არ ფიქრობდე იქ პასუხისგებლობაზე სიტყვაზე, ხო? ან გადამეტებულად, ან მარტივად, ხო? სიტყვაზე გეუბნებით აქაც. ბავშვის ყოლაშიც ესე არიან, რომ ეხლა არ არის ამის დრო, ეხლა მე მზად არა ვარ ამისთვის, იმიტომ რომ იმას ძალიან ბევრი პასუხისგებლობა უნდა, ან გადამეტებული სერიოზულობა შემოდის. სატურნი ლომსაც მსგავსი აქვს. სიცივე ერთი არის პრობლემა შინაგანი მეხუთე სახლსაც და ლომსაც ახასიათებს სიცივე. აი სადაც სითბო არის, უბრალოდ უპირობო სითბო აქ არ არის საჭირო, ხო? შეიძლება ახასიათებდეთ აი სტრუქტურა ამ მომენტში და არა გამოხატვა ესე სითბოსი, უპირობო სითბოსი, ხო? პოტენციალში არ იყო თერაპიად რუკას გააჩნია, აქ როგორ შეიძლება ეს გამოვლინდეს. მაგრამ მაინც ეს მზის სახლი არის, მეხუთე სახლი, ლომი მზის ენერგია არის და სატურნმა აქ იცის სიცივე. გულის ჩაკრა არის ხოლმე ზოგჯერ ცოტა დახურული, აი ამდენ შიშებში რეფლექსიები იმ კუთხით, რომ ეხა ეს ესე რო არ გამოვიდეს, ეხა ის ესე რო არ გამოვიდეს და ეს არის გარკვეულწილად ლომი რასთან არის კავშირში, ხალხი რას იტყვის, რო არ მოეწონოთ, რო არ იყოს ის ისეთი, ანუ პრესტიჟს უფრთხილდებიან ძალიან საკუთარ იმიჯზე, ძალიან ბევრ წუხან ბჭყალებში, ვთქვათ, ყველა წუხვართ და ყველა ვფიქრობთ ამაზე, მაგრამ ლომის იმიჯი არის, მე რო ინიციატივას გამოვავლენ, იქ არ იყოს რამე ხალხის რას იტყვის მე ამ ყველაფერს ხალხში როგორ გამოვჩდები ხო აი ეს ამ ენერგიას დააკვირდით თუ ვლინდება ეხლა ერთსაც მოვასწრებ უკვე სატურნ ქალწულზე იმიტომ რომ მე დამჭირდება ტელეფონი ვეღარ დავტენი ეხლა და სატურნი ქალწული როგორ ვლინდება სატურნი ქალწული მეგობრებო აი ძალიან კლასიკური ფორმით რო გითხრათ ქალწული არის ჩვენთან დეტალებზე ორიენტირება სწორი რა არის არასწორი რა არის ოღონდ სისუფთავესთან და რაღაცის დაალაგებასთან დაკავშირებით, ხო? დეტალებზე ორიენტირება, წვრილმანებში ორიენტირება სატურნი ამ პრინციპებს ძალიან მკაცრად იცავს. კლასიკურად შეიძლება გამოვლინდეს მაგალითად ობსესი პირდაპირ
რომ რაღაც არ არის ბოლომდე გაკეთებული, რაღაც არ არის ბოლომდე მოწესრიგებული, ეს ობსესია შეიძლება გამოვლინდეს სხვებზე, რომ შენ საკმარისად კარგად არ იმუშავე, შენ საკმარისად კარგად სუფთა არ ახარ, შენ საკმარისად მოწესრიგებული არ ახარ და მოკლედ ყველას ტვინი შეუჭამოდა და მე რა ყველა გარბის მაგადგან. განსაკუთრებით სამსახურში შეიძლება ეს გამოვლინდეს. თუ არის პოზიტიურად ეს ასპექტი, ხო, მაგალითად ჰარმონიულად ასპექტირებული სატურნი ქალწულში. ეს ადამიანი სხვებთან კი არ არის, თავის თავს აქცევს ყურადღებას, თავის ჯანმრთელობას, თავის რუტინები აქვს გამართული, მაგალითად სამსახურში არის სულ მოწესრიგებული, ზოგადად ცხოვრების სეულათაც ჯანმრთელობის კუთხითაც რუტინებშიც იყოს ძალიან მოწესრიგებული. მაგრამ ცოტა ნეგატიური სატურნი განსაკუთრებით მზესთან და მთვარესთან ეს ნიშნავს, რომ სხვებზე გადააქეს ობსესია, სინამდვილეში არის შიშები, რომ რაღაცა არ იყოს ბოლომდე დაალაგებული, რაღაც არ იყოს ბოლომდე მოწესრიგებული, ქაოსის შიში, მოდით ესე ვთქვათ, რუტინის გარეშე მე ვიკარგები, შეგრძნება არის, არ დავიშალო, ანუ სამყაროში თუ არ არის და იქ მე ლიცა მივდივართ აუცილებლად, იმიტომ რომ სატურნში რაც არის მოუგვარებელი და დაუბალანსებელი, ლილიტის თემა აქტიურდება მერე, ხო? და სატურნი ქალწულის შემთხვევაში რომ თუ არ არის წესრიგი და მე იქ ლილიტში მივდივართ, რა ხდება მერე? სად არის ლილიტი? იმის მიხედვით ვავლენთ სასწორს, ხო? ესე სატურნს, ხო? ქალწულში განსაკუთრებით, რომ თუ არ არის წესრიგი, ან მე ვიშლები, ან მე ვეღარ ვაგვარებ ამ პრობლემას, ან მე შიშები მაქვს, იმიტომ რომ არ ვიცი ამის მიღმა რა შეიძლება სხვა იყოს და იკარგებიან უკვე ზედმეტ დეტალებში. ზოგჯერ ბლოკავს სატურნი ქალწულშიც და მეექვსე სახლშიც სამსახურებს, ზოგჯერ ცოტა უჭირთ სამსახურის ან შოვნა, ან დაწყება, ან სამსახურში სირთულეები ვლინდება. ანცირებს ხო სატურნი შანსებს მაგალითად ხო სამსახურში წარმატების ძალიან ბევრი უნდა იშრომონ რომ დაფასება მიიღონ მაგალითად ხო ამ ზონაში და ჯანმრთელობის კუთხითაც შეიძლება გამოვლინდეს პრობლემები, მაგალითად კუჭაწლავის სფეროში, შეიძლება სამედიცინო დახმარებას დაჭირდეთ ხოლმე პოტენციალს გულისხმობ, იმიტომ რომ სატურნი როდესაც აი თუ არ იქნა გამოვლენილი კარგად და არ მივაქციე ჯანმრთელობას ყურადღება და ჯანმრთელობას ის კი არა რომ პრობლემა მქონდეს, არა სწორად ვიცხოვრო, ქაოსურად ვიცხოვრო, მაგალითად იქ სვამდე ან არაჯანსაღად ვიკვებებოდე, ადრე თქვენ ისახება ჯანმრთელობაზე. ან მაგ სიგნალები ჯანმრთელობის და მე კიდე სხვების უსწორებ იქ ცხოვრებას და მე კიდე პრობლემები, ხო? აქედან გამომდინარე მე გროვდება ეს პრობლემა. კარგ ვარიანტში სატურნი ქალწულში არის უბრალოდ ძალიან მოწესრიგებული შინაგანად. ადამიანი სულ აქვს გეგმა, ყოველდღე გათვლილი აქვს, არ შეუძლია უსაქმურად ყოფნა. მეექვსე სახლში სატურნიც ეს არის, არ შეუძლიათ უსაქმოდ ყოფნა და თუ უსაქმოდ არიან და უსაქმოდ რას ნიშნავს, ხო? დღის განმავლობაში გეგმა არ მაქვს. აქ უკვე სტრუქტურა ირღვევა, შინაგანათაც ირღვევიან, მაგრამ მეექვსე სახლი ცოტა კიდე სხვანაირად მუშაობს ვიდრე ქალწული. ზოგადად მეექვსე სახლი არის უშუალოდ სამსახური, შინაური ცხოველებიც არის სხვათა შორის, რუტინები არის ეს, ყოველდღიური რუტინა, ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის და თუ არის ნეგატიურად სატურნი, აქ შეიძლება ზუსტად ჯანმრთელობის პრობლემები იქნება, მე თუ რაღაცას არასწორს ვაკეთებ, მე თუ რაღაცას ვერ ხვდები. იმიტომ რომ ზოგჯერ იცით, აი სიჯუტეც არის სატურნი მეექვსე სახლშიც და ქალწულშიც, რომ არა ეს ესეა და სიამდვილეში სატურნი გთხოვს მათ, რომ უფრო კარგად გავერკვეთ რაღაცეებში, ხო? როგორც სატურნი ლომში, მაგალითად სიჯუტე არის აქ ეგოს დონეზე და მე შეიძლება ბევრი პრობლემა შეექმნათ. ქალწულშიც ესე შეიძლება გამოვლინდეს, ხო? ოღონდ სამსახურებრივად ან რუტინებში პრობლემა და სატურნი ძალიან სერიოზულად გააფრთხილებს თუნდაც ჯანმრთელობის კუთხით ადამიანს, რომ რაღაც არასწორად იქცეო და ჯანმრთელობას ან კვებას რაღაცებს არ აქცევდა იმ ყურადღებას, როგორც საჭირო იყო გარკვეულწილად, ხო? ზოგადად ჯანმრთელობა ჩვენთან მეექვსე სახლი არის, მე-12 სახლის გარკვეულწილად, ოღონდ მეექვსე სახლი უშუალოდ ორგანოებით შეიძლება იყოს, ორგანოებიც არის. და სატურნი მან სამსახურში ცოტა სირთულეებსაც ქმნის და ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაც მეტი პასუხისგებლობის აღება უწევს ადამიანს საკუთარ თავში. გაჩნია მანდ ახლა სხვა პლანეტები თუ არის უკვე იცვლება აქ თემა, მაგრამ სუფთად სატურნი თუ არის მეექვსე სახლში და სხვა იქ დამაზიანებელი პლანეტები არ არის, მაინც ეს არის კარგი პასუხისგებლობის გრძნობა, შინაგანი სტრუქტურის შეგრძნება და პრაგმატული, პრაქტიკული ქცევა, მოდი ესე ვთქვათ, ხო? ქალწულში სატურნიც და მეექვსე სახლშიც ხშირად, აი ტიპაჟი, ბუღალტერიას რაც სჭირდება, მაგალითად, ციფრებთან მუშაობა, მეცნიერული დაკვირვებები, ან ინფორმაცია რო აინტერესებთ ჯანმრთელობაზე, მაგალითად იქ
როგორ ამუშავებს მაგალითად ადამიანის ორგანიზმი, რომელიღაცა ვიტამინებს, ან კვებას, აი ეგეთი თემები აინტერესებთ. ხშირად არიან კვების სფეროში, მაგალითად ამ სატურნის ხალხი, ან სამედიცინო სფეროში, ან კვების თემაში, ან სადაც არის მსახურება საჭირო და რაღაცნაირად დალაგება გარემოსი, ხო? აი რომ უნდა სტრუქტურა შეუქმნა სამსახურში. და ბევრ 1000 სულელურ წვრილმანსაც უწევთ ხოლმე მუშაობა, რომელიც დიდად არ ეხატებათ ხოლმე გულზე, ესეც ფაქტი არის და მანდ შეიძლება სატურნს უყურებთ და შეიძლება გადაღლაც გამოიწვიოს გარკვეულწილად ეს არის აი სულ overthinking-ს რო ამბობენ, ხო იცით? აი სულ დეტალებზე ფიქრი, ან სულ სამსახურებრივ თემებზე ფიქრი, მოდუნებას ვერ ახდენენ და იღლებიან მერე ამისგან ზოგადად ფონსყვები, ხო? მაგრამ მაინც აქ მდებარეობაში სატურნი მაინც მიანიშნებს, რომ ადამიანს აქ აი დეტალებზე ან სისტემაში ყოფნის სურვილი. სისტემა არის ქალწული ჩვენთან, აი რომ რაღაც სამსახურში ვიყო, ნაკლებად რომ თვითონ შექმნან სამსახური, თუმცა პირად რუკას უყურებთ, რა თქმა უნდა, აი ნაკლებად რომ აი უფრო შემსრულებლის ტიპაჟები არიან, ვიდრე დრაივერები, ხო? ახლა სატურნი ლუნი შეიძლება შექმნას თავისი ფირმა მაგალითად, ხო? და სატურნი ქალწული უფრო ამ ფირმაში იმუშავებს, აი პროტოტიპი რო გითხრათ, ხო? უფრო ტიპაჟით, უფრო შემსრულებელი, უფრო დაქირავებული ტიპაჟი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ არსებული სისტემის დალაგება არის მათი, ვიდრე შექმნან რაღაცა სისტემა, იდეას ყვები, ხო? აქ ეხლა ცოტა პატარა ვიდეო გამომიდა დღეს ვერ კიდე გავაგრძელებ, მე ძალიან საინტერესო სატურნები გვაქვს გასარჩევი. და დღეს არ მგონია მოვასწრო, მაგრამ წესით ხოლმე ჩაგიწერთ და დროებით მეგობრებო, იმედია საინტერესო იყო თქვენთვის, დამწერთ ხოლმე კომენტარები და ლაიქებით თუ გაქვთ ხოლმე ამისი სურვილი, ლაიქებით გამიკეთეთ ხოლმე, მე სიამოვნება ძალიან და დროებით მეგობრებო, დანარჩენ სატურნს მალე შემოგთავაზებთ.